დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან კარგ თემასთან დაკავშირებით. ეს საკითხი აღნიშნა ერთ-ერთმა ჩემმა მსმენელმა და მინდა მეც გარკვეული განმარტებები გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. თემა შეეხება ბუნებაში არსებული ხელმცენარეებისგან როგორ მივიღოთ სამკურნალო ნაყენები და წყალხსნარები და როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენი ფუტკრების მკურნალობაში. დღეს ვისაუბრებ ორ მცენარესთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენი ფუტკრის მკურნალობაში და როგორ მივიღოთ მათგან ნაყენი. ეს არის ქრისტეს სისხლა და მწარე წიწაკის ნაყოფი. ესეთი სახისაა ქრისტეს სისხლა, თუ ჩანს კარგად. შემდეგ იკეთებს ყვითელ ყვავილებს. აი აქ არის უკვე ყვავილები, კვირტები ყვავილების, რომელიც გაიშლება და იქნება ყვითელი ფერის და ყვავილობის პროცესში უნდა მოუწყვიტოთ და გამოვიყენოთ როგორც ნედლის სახით, ასევე გამხმარი სახით. დავიწყოთ ქრისტეს სისხლას დამზადებით. ამ მცენარისგან შეგვიძლია ნაყენი დავამზადოთ როგორც ნედლი ქრისტეს სისხლისგან, ასევე გამხმარი ქრისტეს სისხლისგან. ნედლი ქრისტეს სისხლისგან ნაყენის მისაღებად საჭიროა 100 გრამი ქრისტეს სისხლა, რომელსაც დავამატებთ 2 ლიტრ ადუღებულ წყალს და მოვათავსებთ ჭურჭელში 20-25 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადავწურავთ და გამოვიყენებთ ჩვენი ფუტკრის მკურნალობაში. ეს ნაყენი შეგვიძლია შევასრულოთ როგორც სკის კედლებს, ასევე ჩარჩოებს, ჩარჩოჩორის სივრცეს და პირდაპირ ჩარჩოებზე შეგვიძლია პირდაპირი წესით მივასხუროთ და ეს არ ვნებს ჩვენს ფუტკარს და არც ბარტყს. გამოყენების წესს რაც შეეხება და ინტერვალს ვიყენებთ ამ ნაყენს გაზაფხულზე და ვიყენებთ 4-5 დღიანი ინტერვალით სამჯერადად. გამხმარი ქრისტეს სისხლისგან ნაყენის მიღების დროს საჭიროა დავიცვათ კონკრეტული წესები. ეს მცენარე მავნებელია ჩვენი ორგანიზმისათვის და განსაკუთრებით სასუნთქი სისტემისთვის, იმიტომ რომ დაჭრის დროს გამოყოფს მტვერს, რომელიც მტვერის შესუქმნაც არ არის რეკომენდირებული ჩვენთვის. მას შეუძლია პარალიზება მოახდინოს სასუნთქი სისტემის და ფატალურ შედეგებამდე კი მივიდეს ადამიანის მდგომარეობა. ამიტომ უნდა გვეკეთოს პირბადე და მაქსიმალურად მოვერიდოთ ამ მტვერის შესუნთქვას და უმჯობესია თუ ჩვენ მას დავკრიფავთ ყვავილების პროცესში ამ ქრისტეს სისხლას, ნედლის სახით დავჭრათ მაკრატლით და ისე გავახმოთ, ასე დროს უკვე ავირიდებთ თავიდან ამ მტვერის შესუნთქვას და ამ მტვერის გამოყოფას. ნაყენის დამზადებისთვის კი საჭიროა 6 სუფრის კოვზი, დაჭრილი ქრისტეს სისხლა გამხმარი სახით, მოვათავსებთ ჭურჭელში და დავასხავთ 2 ლიტრ წყალს და ვადუღებთ 5 წუთის განმავლობაში. დუღილის დროსაც დასაცავია წესები, არ უნდა მოხდეს ადუღება არავითარ შემთხვევაში დახურულ ოთახში, რადგან მისგან წარმოქმნილი ყვამლიც კი მავნებელია ჩვენთვის და არ უნდა მოხდეს ამ ყვამლის შესუნთქვა. მიღებულ ნაყენს კი გადავწურავთ და გამოვიყენებთ ჩვენი ფუტკრის მკურნალობაში. ისევე როგორც პირველი ნაყენის შემთხვევაში, შეგვიძლია შევასრულოთ კედლებს, ჩარჩოებს, ჩარჩოჩორის სივრცეს და პირდაპირ წესით ჩარჩოებს, არც ეს ნაყენი არ ვნებს ჩვენს ფუტკარს. რა დაავადებებს განკურნავს ეს ნაყენი ჩვენს ტყეებში? პირველ რიგში ძალიან კარგად მუშაობს ტკიპის წინააღმდეგ და იწვევს მათ სიკვდილიანობას. როდესაც მე ამ ნაყენის გამოყენება დავიწყე, რა თქმა უნდა ჩავატარე ტესტირება იმის დასადგენად, თუ მუშაობდა თუ არა მართლა ეს ნაყენი ტკიპების წინააღმდეგ. ტესტირებამაც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. ტესტირების გამზადებულ ფურცელზე არაერთი მკვდარი ტკიპა ჩამოვარდა. ნაყენი მკურნალობს ასევე ასკოფეროს და სიდამპლეებს. მე გამოყენებული მაქვს ჩაკირის წინააღმდეგ. მართალია ძალიან ბევრჯერ მომიწია იმ სკასთან მისვლა და მათი მკურნალობა, რადგან ეს დაავადება მძლავრად იყო გავრცელებული ერთ სკაში, მაგრამ შედეგი საბოლოოდ იყო ძალიან კარგი. სკა გავათავისუფლე ამ დაავადებისგან და ფუტკარმაც ძალიან კარგად დაიწყო განვითარება და საბოლოო შედეგი ძალიან კარგი და 100%-იანი. ასევე ამ გამხმარი ქრისტეს სისხლისგან დამზადებულ ნაყენშიც ვიყენებთ 4-5 დღიანი ინტერვალით სამჯერადი შესხურებით. რაც შეეხება შემდეგ ნაყენს თუ როგორ მივიღოთ წიწაკისგან, სამკურნალო ნაყენები, აქაც შეგვიძლია მივიღოთ 2 სახის ნაყენი. პირველი ნაყენის დამზადების დროს გვჭირდება 400 გრამი დაჭრილი მწარე წიწაკა. ვათავსებთ ამას ჭურჭელში და ვასხავთ ზედ 3 ლიტრ წყალს და ვადუღებთ კარგად რამოდენიმე წუთის მანძილზე. შემდეგ გავწურავთ და მივიღებთ ნაყენს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუტკრის კვების მიმდინარეობისას. ეს ნაყენი გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე და მხოლოდ ორჯერადად. გაზაფხული ჩვენ ფუტკარს ვაწვევთ დამატებით საკვებს გამაღიზიანებელი ეფექტით. ეს იქნება შაქრიანი სიროფი ან თაფლიანი წყალხსნარი 1 ლიტრ ასეთ დამატებით საკვებს ემატება 50 მგ
წიწაკის ნაყენი და ეძლება საკვებთან ერთად. მინდა მივაწოდოთ ჩვენ პოდკასტს მონაცვლეობითი კვებით, რადგან ზედიზედ ამ დანამატიანი სიროფის მიწოდება არ არის რეკომენდირებული ჩვენი ფუტკრისთვის. ეს ნაყენი მკურნალობს ნოზემატოს ჩვენს ფუტკარში, თუ აქვს მასის დაავადება, თუ არა აქვს აღთესმის პრევენციას. ეს ნაყენი ასევე ძალიან კარგად მოქმედებს ჩვენი ფუტკრის საყლაპავი მილში არსებული ტკიპებსა და ბაქტერიების წინააღმდეგ და ასუფთავებს მათგან ჩვენი ფუტკრის საყლაპავ მილს და კიდევ უფრო აჯანსაღებს ჩვენი ფუტკრის მდგომარეობას. მეორე ნაყენს რაც შეეხება, გვჭირდება 50-60 გრამი დაჭრილი წიწაკა, ვყრით თერმოსში და ვასხავთ 1 ლიტრ დუღებულ წყალს და ვაჩერებთ 10 მაქსიმუმ 20 საათის მანძილზე. შემდეგ გადმოვიღებთ და გავჭურავთ და მიღებულ ნაყენს ვუმატებთ 200 მილილიტრ ძეს და 200 გრამ შაქარს და ურევთ და ვაზავებთ ერთმანეთში. მიღებული ნაყენი კი შეგვიძლია გამოვიყენოთ შესხურების სახით ჩვენი ფუტკრის მკურნალობაში. ვასხურებთ ჩარჩოჩორის სივრცეს და პირდაპირ წესითაც შეგვიძლია შევასხუროთ ჩარჩოებს, ღია ბარტყიან ჩარჩოებსაც შეგვიძლია შევასხუროთ და არ ვნებს ეს ნაყენი ჩვენს ფუტკარს. ეს ნაყენი მკურნალობს ტკიპების წინააღმდეგ და ახორციელებს მათ განადგურებას ტკაში. ეს ნაყენი შეგვიძლია გამოვიყენოთ გაზაფხულზე, ზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე, რასაც ღალიანობის დამთავრების შემდეგაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ნაყენი. თუ ჩვენ მას ვიყენებთ, როდესაც ბარტყიას ტკაში და ბარტყიან ჩარჩოებს ვასხურებთ, უნდა შევასხუროთ 5-6 დღის ინტერვალით სამჯერადად. თუ გვიან შემოდგომაზე გამოვიყენებთ უბარტყობის პერიოდში, ამ დროს საკმარისია 2 შესხურება. ეს ნაყენის დოზები ჩამოვთვალე მცირე რაოდენობით და ჩვენ შეგვიძლია ეს ნაყენის გავზარდოთ, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის საფუტკრეში უნდა გამოვიყენოთ ეს ნაყენები ჩვენი ფუტკრის მკურნალობისთვის. მე ამ ნაყენებს 4-ვე სახის ნაყენს ვიყენებ ჩემი ფუტკრების მკურნალობაში. უკვე 2 წელია, მესამე წელი დაიწყება წელს და ამ ნაყენების გამოყენებას ვაპირებ ისევ, რადგან ძალიან კარგად მოქმედებს ფუტკრებზე და კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს მათ განვითარებას. მე ჩემს წინა ვიდეოში ვსაუბრობ ფლუარინატის ფირფიტების მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვიყენებ ჩემი ფუტკრის მკურნალობაში და აღვნიშნავ იქ, რომ ფლუარინატის ფირფიტები ძალიან კარგია ჩანაცვლებით მკურნალობის დროს და სწორედ ჩანაცვლებით მკურნალობის პერიოდში ვიყენებ მე ამ ნაყენებს მთელი წლის განმავლობაში ჩემი ფუტკრის მკურნალობაში ფლუარინატის ფირფიტების გამოყენებიდან გამოყენებამდე და ფუტკარი არის ყოველთვის ჯანსაღი, ძალიან კარგად ვითარდება. ჩემ აზრს დავაფიქსირებ ამ მკურნალობასთან დაკავშირებით და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ შევძლებთ და ნელ-ნელა და ეტაპობრივად მოვახერხებთ ქიმიური პრეპარატებით მკურნალობის შესუსტებას და შემცირებას ჩვენს ფუტკრის განვითარებაში, რაც მოგცემს კიდევ უფრო სუფთა სკას და კიდევ უფრო სუფთა პროდუქტს. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობთ, იყენებთ თუ არა ასეთი სახის მკურნალობას თქვენ საფუტკრეებში, გამოიყენებთ თუ არა მომავალში. მადლობა რომ დრო დამითმეთ, დროებით.